ადამიანის ტვინის ლაბირინთებში მოგზაურობა, ნეიროქირურგია. ისეთ მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომელიც არის ნეიროქირურგია, უნებრივია, ვისაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა უნდა, იქ საკმაოდ მაღალი კონკურენცია. როგორია სოფლიოს სიტუაცია და სად ვარ ჩვენ? ის პათოლოგიების არეალი, რასაც თვითონ დისციპლინა ნეიროქირურგია ფარავს, ერთ-ერთი მედიცინის დარგი ვერ შეეძება. როცა ნეიროქირურგი ფერმწერია, ხოლო ფერწერული ტილო ადამიანის ტვინი. სამედიცინო ინსტრუმენტებითა და ფილიგრანული ოსტატობით დაბრუნებული ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ამბავი. არის გარკვეული დაავადებები, რომელიც უფრო ხშირად და შეიძლება ექსკლუზიურად არის ხოლმე პედიატრიულ ნეიროქირურგიაში და პირიქით. რატომღაც გონიათ საქართველოში, რომ თუ შეხა დაუშვათ ნეიროქირურგი ყველაფერი გაკეთება უნდა იცოდე. შეუძლებელია ყველა მიმართულებაში შენ იყო მაღალი დონის და კონკურენტუნარიანი. ნეიროქირურგის ხელებით შექმნილი სიცოცხლის სიმფონია. ჩვენ წელს ასე ვთქვათ გავხდით ყველაზე მაგარი ნეიროქირურგები ამერიკაში. მოტივაციას გაძლევს. შეეთვალთ უნდა ნახო რეალურად. თანამედროვე მედიცინის მთავარი გამოწვევები. ეს არის ასე ვთქვათ კუნალობის პრინციპები, ეს არის სწავლება და ეს არის კვლევა, ანუ მეცნიერება. ერთ-ერთი ასე ვთქვათ სპეციალობაა მედიცინა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე სწავლობ. მარტო კუნალობით არ ფასდება ასე ვთქვათ არც ექიმის, არც სამეცნიერების, ასე ვთქვათ რეპუტაცია და მისი კონკრეტუნარიანობა. ნახეთ, ტვინის საიდუმლო ლაბირინთებიდან სინათლისკენ. ნეიროქირურგის მიერ შენარჩუნებული ჯანმრთელობისა და გადარჩენილი სიცოცხლის გასაოცარი ისტორიები. ეს პრინციპები უნდა იქნას ახალისებული ქვეყანაში. ნეიროქირურგი ლადო წიქარიშვილი სტუმრად ბერიკო ბაზიართან. მონაგარი ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.